პოლიტიკური შანტაჟის მორიგი კლასიკური მაგალითი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის გამო კვლავ შვეიცარიის საბანკო სისტემის ხელით უპირისპირდებიან. თანხებით მანიპულირებასა და შანტაჟს ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი პროცედურებით პასუხობს. პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის ინტერესების დამცველმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც ლაშა კალანდაძე, იულიუს ბაერისა და ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლობის დეტალებზე ვცლად საუბრობს. ადვოკატის განმარტებით შვეიცარიული ბანკი დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა კრედიტ სუისის უკანონო ქმედებების გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი სწორედ იულიუს ბაერის ბანკში გადაიტანა, მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებზედაც ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები უნდა განთავსებულიყო, თუმცა ლაშა კალანდაძის განმარტებით ბანკის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, რის გამოც კლიენტის გარანტირებული უფლებები შეიზღუდა. როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას კრედიტ სუისის მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა კრედიტ სუისის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაში იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა. შვეიცარიაში დავისაგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა. აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ კრედიტ სუისის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში. იულიუს ბაერში, მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ იულიუს ბაერი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. თითქმის 6 თვის განმავლობაში იულიუს ბაერი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების თანხების ბრუნვის შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს. ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იულიუს ბაერმა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, იულიუს ბაერმა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება. ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. იულიუს ბაერი არის ხელშეკრულების მიხედვით ვალდებული მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. იულიუს ბაერი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას თუ განმარტებას, თulis რომ იულიუს ბაერი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგო საზიანოდ. ურთიერთობა გაუარეს და სხვა მიმართულებითაც თავდაპირველად ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც იულიუს ბაერმა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის 1 თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას. არადა როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება 1 დღეში ხორციელდება. შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში იულიუს ბაერი ფაქტობრივად დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის გაუქმების მიზანშეწონილობა იულიუს ბაერის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში. თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. იულიუს ბაერს არც
დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზან შეწონილად იქნა მიჩნეული. და ბოლოს იულიუს ბაერმა ბენეფიციარების აზრით არასწორად უფრო სათავისოდ განმარტა ეგრეთ წოდებული ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ეგრეთ წოდებულ ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები. ზემო აღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს, იფიქროს, რომ იულიუს ბაერის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და იულიუს ბაერიც ამა თუ იმ ფორმით ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები იულიუს ბაერის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. იულიუს ბაერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლიენტ ბიძინა ივანიშვილის წინაშე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში პრობლემების ხელოვნურად შექმნა დაიწყო. პოლიტიკური შანტაჟი 29 აპრილის შემდეგ გააქტიურდა, ანუ მას შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საჯარო გამოსვლაში, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნასა და სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლაში გლობალური ომის პარტია იგივე Deep State პირდაპირ ამხილა. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორ პირქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა. ქვეყნის სუვერენიტეტი და სახელმწიფო ინტერესების დაცვა, რომ ფინანსურ სანქციებსა და პოლიტიკურ შანტაჟში არ იცვლება, ეს გარე აქტორებს საქართველოდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნილი პრობლემები ქვეყანაში მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას უკავშირდება. სახელისუფლებო გუნდში აქვთ მოლოდინი, რომ კრედიტ სუისის მსგავსად ბიძინა ივანიშვილი იულიუს ბაერის წინააღმდეგაც საქმეს მოიგებს და მორიგ პოლიტიკურ შანტაჟს სამართლებრივი პასუხი გაეცემა. სანქციები შემოვიდა და უკავშირდება კონკრეტულად ამ ბანკში არსებული აქტივების განკარგვას. თქვენ იცით, რომ ეს სანქციები წინა ადმინისტრაციის, უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ბოლო დღეებში იყო მიღებული და მთლიანად პროცესი, რომელიც ბანკმა წამოიწყო, ნახეთ, რამდენად არასამართლიანი იყო, ეს დადასტურდა მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებშიც, მაგრამ დავინახეთ, რომ აღსრულების გზაზე მას შეექმნა პრობლემები, აქედან გამომდინარე ბევრი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა Deep State-ზე, უფრო ღრმად შევიდა ამ თემაში და გაშალა ეს თემა და ქართული საზოგადოებისათვის, არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის, ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველოს, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც. ბევრჯერ თქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს ადამიანი მათ როგორც ჩანს ვერ გაიცნობს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი თავისი სამშობლოსთვის. და ეხა ფულით დაშანტაჟება ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს ვერანაირი ბანკის რეპუტაციის განადგურების ხარჯზე თუ ასე შემდეგ ვერ მოიტანს. ეს არის რეაქციული პასუხი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ძალების მხრიდან, რომლებიც ფაქტიურად Deep State, იგივე გლობალურ ომის პარტიას წარმოადგენენ და ერთგვარი პასუხი იმ ქმედებაზე, რასაც საქართველოს ომში არ ჩართვა ქვია. ეს ძალიან მარტივად არის ახსაქმელი, თუ კი რა თქმა უნდა ობიექტურად შეაფასებ მოვლენებს და ქრონოლოგიურად მიყვები მოვლენათა განვითარებას, რადგანაც 29 აპრილამდე ასეთი მსგავსი პრობლემა ზოგადად არ წარმოშობილა, ჩვენ ვიცით ბატონი ბიძინას ადვოკატებისგან და მხოლოდ აი ამ განცხადების მერე, ამ ხილების მერე, იმ სიტყვების მერე, რასაც
დონალდ ტრამპი არაერთგზის იმეორებდა თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს უკვე მოხდა აი ამ ბანკის სულად არაადეკვატური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მთელი კასკადი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ადვოკატებისგან. ეს რა თქმა უნდა არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. როდესაც ხარ მართალი, ხო? ყველგან შეგიძლია შენი სიმართლე გაიტანო ბოლომდე. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, აქაც ამ ბრძოლაში ის იქნება გამარჯვებული. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ სანქციებით და სანქციების შანტაჟით ვერავინ ვერ შეგვაშინებს. როდესაც საუბარია ქვეყანაზე, ქვეყნის ინტერესზე, რა არის მთავარი მამოქმედებელი ამ შანტაჟის და სანქციების მუქარეს. ხო, რატომ აკეთებენ ამას? ამას აქვს ორი მიზეზი. ერთი, რომ ქვეყანა არ დავთმეთ, არ ჩავრთეთ ომში ქვეყანა, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში, ამის პირდაპირ მოწოდებები იყო კაბინეტებში, კონკრეტული ელჩების მხრიდან. ამ ეტაპზე მე თავ შევიკავებ, დავასახელო სახელები, გვარები და პირდაპირ რეზოლუციაში ჩაგვიწერეს ის, რომ ქვეყანა სანქციებს რო არ შეუერთდა, თურმე ეს ყოფილა დანაშაული და როგორ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ საქართველო არ მიუერთდა სანქციებს, რითაც დავაზიანებდით საკუთარ ქვეყანას, ჩამოვშლიდით საკუთარ ეკონომიკას და გავაუბედურებდით საკუთარ ხალხს და არ გადავდგით ეს ნაბიჯი და შესაბამისად ჩვენ ვერც სანქციებით დაგვაშინებენ, ვერც ამ სანქციების შანტაჟით. სამართლებრივ დავას პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უახლოეს პერიოდში დაიწყებს. უკვე ცნობილია, რომ პროცესებში უცხოელი ადვოკატებიც ჩაერთვებიან.